მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა ეთერისთვის და მნიშვნელოვანი თემებისთვის. ხო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სამწუხაროდ, ჩვეულებრივი რეაქცია ყოველთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. საქართველოსთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენს ეთერში სწორედ კობალი კრიკაძე იხსენებდა 2008 წელს მაგალითად, როდესაც ანალოგიური სწავლებები მიმდინარეობდა, სწორედ ასეთი ოპერაცია განახორციელა რუსულმა სამხედრო ძალებმა. იმის შემდეგ ეს ბევრჯერ მომხდარა, ისინი მუდმივად ცდილობდნენ, მე შემიძლია გავიხსენოთ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, არათუ სამხედრო წვრთნების დროს, არამედ მაშინ ევროკავშირის პრეზიდენტი ტუსკი იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტით და თქვენს გამახსოვრებათ ალბათ სწორედ პრეზიდენტის სასახლეში იყო მასთან შეხვედრა, როდესაც ეს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი რამის თბილისის თავზე შემოგვივარდა. ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო მტკიცე პოზიციის ქონა და მაქსიმალური ძალისხმევის ჩადება მედეგობისთვის, იმისათვის რომ ქართული საზოგადოება ყოფილიყო შემძლე, უნარიანი, წინააღმდეგობა გაეწია, არ ყოფილიყო ამგვარი თავდასხმების, ამგვარი ზეწოლის, ფსიქოლოგიური იქნებოდა ეს თუ ფიზიკური ზეწოლის, არ გამხდარიყო ამ ზეწოლის მსხვერპლი, არ წამოგებულიყო იმ შიშის გარემოზე, რომელსაც ქმნის ასეთი თავდასხმები, ასეთი ტიპის ოპერაციები და მუდმივად ყოფილიყო საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის სამსახურში. ის, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, როდესაც საქართველოს სრულად იზოლირებული გახადა დასავლური სამყაროსგან, სრულად მოაქცია რუსული ჩექმის, რუსული გავლენის ქვეშ ივანიშვილის რეჟიმმა, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ოპერაციებს რუსეთის თავდაცვის ძალების მხრიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია, იმიტომ რომ ამჯერად უკვე ხელისუფლება თავად საუბრობს იმაზე და ისაუბრებს დარწმუნებული ვარ ხვალად ზეგაც მუდმივად იმაზე, რაც გვესმის სახელისუფლებო არხებიდან, რომ თავი უნდა დაუხაროთ. ბოდიში უნდა მოვუხადოთ და კოჭი უნდა გავუგოროთ, დიახ, ბოდიში უნდა მოვუხადოთ და უარი უნდა ვთქვათ, რაც თავარია ყველაფერი იმაზე, რის გამოც რუსეთი სჯიდა საქართველოს, უარი უნდა ვთქვათ ნატოზე, უარი უნდა ვთქვათ ევროკავშირზე, უარი უნდა ვთქვათ შესაბამისად საქართველოს თავისუფლებაზე, იმიტომ რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არაფერია, აბსოლუტურად არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა ქართული სახელმწიფოს ერთხელ და სამუდამოდ თავისუფლების დამყარება, დადასტურება, დასრულება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესის და ნორმალურ ცივილიზებულ ევროპულ უსაფრთხო სახელმწიფოდ ქცევა. ეს არის, რასაც ებრძვის რუსეთი საქართველოში, ებრძვის სამხრეთ კავკასიაში, ებრძვის თავის სამეზობლოში და ეს არის, რაზეც ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. კი ბატონო, თინა, მე ეჭვი მაქვს სხვათა შორის, რომ ამასაც რაღაც საკუთარი პროპაგანდისტული კუთხით გამოიყენებენ, არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ აი რაღაც, ხო, რომ რაღაც აი პროვოკაცია და ასე შემდეგ, ოღონდ ამას გამოიყენებენ რუსეთის ანტი-ნატოური და ანტი-ევროკავშირის პოლიტიკის საწინააღმდეგო, ეჭვი მაქვს, რომ მათი პასუხი ასეთი იქნება. ვნახოთ დაველოდოთ ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ჯერჯერობით მათგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. ეს არ არის ერთადერთი საფრთხე, რის წინაშეც დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა და ძალიან რეალური საფრთხე და მე ამას საფრთხეს ვეძახი და ვიცი ამაშიც დამეთანხმებით, არის ის, რაც გვემუქრება და 31 აგვისტომდე ვადა, რომელიც მიცემული აქვს ქართულ ოცნებას, გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. რამდენად რეალურია თქვენი აზრით, რა შანსს კარგავს ქვეყანა, ეს მაინტერესებს აუცილებლად და ნიშნავს თუ არა ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ევროინტეგრაციის სრულად დაკეტვას ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ბევრი წლით საქართველოსთვის. ხო, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად იგივე წუხილები დარდი მაქვს მეც, მთელი საქართველოს მრავალი თაობის ბრძოლა და ბრძოლის მონაპოვარის წყალში გადაყრა ხდება რეჟიმის მიერ. ყველაფერი, რისთვისაც იღუპებოდნენ ქართველები
საუკუნეების განმავლობაშიც კი შეგვიძლია ვთქვათ და რისთვისაც იბრძოდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა თაობის ქართველები. აი ეს ყველაფერი ივანიშვილმა შესწირა, აპირებს შეწიროს საკუთარ ძალაუფლებას და საკუთარი კორუმპირებული პოლიტიკური წრის, არც კი ვიცი მათ რა უნდა ვუწოდო, კეთილდღეობას და ძალაუფლებაში დარჩენას. ჩვენ ვუყურებთ ძალიან მძიმე პროცესს სამშობლოს გაწირვის, სამშობლოს რაღაც რუსულ სამსხვერპლოზე მიტანის. მე არც კი შემიძლია წარმოვიდგინო ის დღე, როდესაც ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თქვენ რაც ჩამოთვალეთ შესავალ სიტყვაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა და ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ყველაზე მთავარი ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. ვიზა ლიბერალიზაცია ისევე როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ისევე როგორც ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, ეს იყო ნაბიჯები, აუცილებელი ნაბიჯები თავარის უზრუნველსაყოფად. თავად ვიზა ლიბერალიზაცია კი არ იყო თავარი ამოცანა. არამედ ის იყო ნაბიჯი თავარის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპები, ხო? ასოცირების ხელშეკრულება, DCFTA, ვიზა ლიბერალიზაცია, ეს იყო პროცესი, ჩვენი მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით სამხედრო მისიებში, მოგეხსენებათ, სწორედ კოალიციური მმართველობის დროს იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სწორედ ევროკავშირის მისიაში, არა ნატოს, არამედ ევროკავშირის მისიის მონაწილეები გავხდით ჩვენ, ეს ყველაფერი სისტემურად ემსახურებოდა თავარი ამოცანის მიღწევას, თავარი მიზნის მიღწევას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. რასთანაც ასე ახლოს იყო ეს ქვეყანა გამოცილება აბსოლუტურად რასთანაც ასე ახლოს იყო და სხვათა შორის ბოდიში თინა ჩაგეკითხებით და სხვათა შორის ქართული ოცნება თავად მე მახსოვს ძალიან კარგად როგორ ამაყობდნენ რომ ჩვენი დამსახურება არისო ეს ყველაფერიო სხვას ყველას და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს ესეც მათზე ძალიან ბევრ ამას ამბობს სხვათა შორის და ხშირად გამიგონია მათგან რომ ეს ჩვენი დამსახურებაა რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია იგივე კანდიდატის სტატუსი იგივე ასოცირების ხელშეკრულება მოკლედ ამაზე ძალიან თავს იწონებდნენ სულ რაღაც რამდენიმე წლის თვის შესაძლოა წინ. აი დღეს ქართული ოცნება დააჯერებს საკუთარ ამომრჩეველს ამ ყველაფრის ფონზე, იმ პროპაგანდის ფონზე, სხვათა შორის რაც წამოიწყეს, კიდევ ერთხელ რომ წამოიწყეს, რომ კაცები შეიძლება გაათხოვონ და ამისი რატო ეშინიათ ასე ყველაზე მეტად ვერ ხვდები, რომ რაღაც ომის საშიშროებაა, deep state-ი, გლობალური ომის პარტია, ეს რაღაც აბსურდული იდეები. აი ამ ყველაფრის ფონზე დააჯერებენ კიდევ როგორ ფიქრობთ ამომრჩეველს რომ ისინი ევროპისკენ ღირსეულად თუ ღირსებით და ორფეხზე მიდიან. იცით რა, მე მგონი უკვე ამ თვალსაზრისით და აღარაფერს არ აკეთებს ქართული ოცნება, პირიქით ის განცხადება, რომელიც ფორმალურად რაღაც ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საქართველოს მიერ გავრცელდა, ყოველთვის ხომ ესე იყო, მანამდე იყო ალტინფო, მერე იყო რაღაც ხალხის ძალა, ეხლა არის ნეიტრალური საქართველო, ანუ ეს რაღაცა მეორადი პარტიები, ერთჯერადი გამოყენების, რომლებსაც ისინი იყენებენ წინასწარ პლატფორმად, რაღაცა აზრების, იდეების, შეხედვების გამოსააშკარებლად, გამოსამზევრებლად, საზოგადოების შესამზადებლად და შემდეგ თავად გავენ მთავარ ნაბიჯს სწორედ ამ მიმართულებით. ამიტომ ის განცხადება, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, სადაც ქართული ოცნების წიაღში დაბადებული ძალა აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, რომ რაღაცომ ლაპარაკობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რაღაცომ ლაპარაკობთ მათთან ურთიერთობაზე და ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავასრულოთ. სწორედ ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი ეტაპი უკვე ღია საჯარო კომუნიკაციის საკუთარ ამომრჩეველთან. შეიძლება ეს არ გააკეთონ მათ ადგილობრივი არჩევნების წინ, მაგრამ როგორც კი დასრულდება, ზუსტად ისე, როგორც საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თვეში ჩვენ მოვისმინეთ კობახიძის ის განცხადება, რომელმაც ქართული საზოგადოება გააგიჟა, გადარია და ქუჩაში გამოიყვანა. ზუსტად ასე მათ აქვთ განცდა, რომ ადგილობრივი არჩევნებით ყველაფერი დამთავრდება, იმიტომ რომ შემდეგი 3 წელი ისინი კონსტიტუციურად ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციური კალენდრით არჩევნებს აღარ ატარებენ.
ამიტომ ეს იქნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ ყველა კარი დაკეტონ, ყველა კარი ამოგმანონ და ეს რუსეთისთვის შემზარავი პროცესი, რომ რუსეთის საზღვრებზე მოვიდეს, სამხრეთის საზღვარზე მოვიდეს ევროკავშირი და ნატო ერთხელ და სამუდამოდ გააჩერონ. აი რა ეტაპზე ბრუნდება, რომ ისინი აღარ გააგრძელებენ იმ რიტორიკას, რომელიც მანამდე გვესმოდა და იქნება ძალიან ღია შეტევა ყველას წინააღმდეგ, ვინც ჯერ კიდევ ილაპარაკებს და იბრძოლებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრი. კი, ვინც ჯერ კიდევ გარეთ არის დარჩენილი, ვისაც ჯერ კიდევ პირი ვერ ამოუკერეს, ნამდვილად ასე იქნება. ჩემი მოლოდინიც ასეთია, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. მე წეღან დავსვი კითხვა, რომ რამდენად რეალურია თქო ეს, რომ მართლაც გაუქმდება და რა მოლოდინი გაქვთ. პრინციპში ამაზე ვიცი პასუხი, რაიმეზე უკან იხევს თუ არა ქართული ოცნება, აი იმ საკითხებთან დაკავშირებით რა პირობებიც, რა მოთხოვნებიც აქვს მას შესასრულებელი და სად ბრუნდება საქართველო? აი ესეც რომ ავუხსნათ მაყურებელს, მაინც, იმიტომ რომ ალბათ არიან საქართველოში ადამიანები სამწუხაროდ ძალიან, ვიზეც მოქმედებს აი ეს ტვინის გამორეცხვის ოცნებისეული პროპაგანდა და მათ რომ ავუხსნათ, აი სად დაბრუნდება? რა წიაღში ბრუნდება? ვანუატუს, ბელორუსის, რუსეთის წიაღში დარჩება საქართველო. ხო, არა მაქვს მოლოდინი გეთანხმებით, რა თქმა უნდა, იმისი, რომ იმ პირობებიდან რამის შესრულების გეგმა აქვს ქართულ ოცნებას. კობახიძემ კი გითხრა, რომ რაციონალიზმის ფარგლებშიო, რა თქმა უნდა, მზად ვართ შემხოდრი ნაბიჯებისთვისო, მაგრამ რა არის ეს რაციონალიზმის მათ მიერ დანახული ფარგლები, ეს ჩვენ არ მოგვისმენია. ამის საპირისპიროდ ვუყურებთ იმ ცირკს, რომელსაც ყოველდღე გვთავაზობენ. მათი ამორჩევლისგან არაფრის იმედი არ მაქვს, ეკარას ლაპარაკობთ. ჩემი არ ვიცი რა სიტყვა ვთქვა, გაგიჟება, გაოცება, გაოგნება, ბოლომდე კიდევ რომ რადგან ადამიანები ვართ, ხომ ესმის რომ ყველაფერს ვნებელოდოთ, მაგრამ რადგან ადამიანები ვართ, მაინც ხო რაღაცაზე გონია რომ აი ეს არის შეუძლებელი. ისეთი რამეებს აკადრებს ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს, ისეთ უკადრებელს აკეთებს, ისეთ რეგვენებად მიაჩნია საკუთარი ამომრჩეველი, რომ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრეს, ყველანაირი უზნეობის მწვერვალი დაიპყრეს. ის რასაც უყურებთ მზე ამაღლობელის სასამართლო პროცესი 6 თვის განმავლობაში ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს აჭმევს ამბავს იმის შესახებ, აი აცოცხლებს იმითი გაუწითლდა თუ გაუვარდისფრდა ლოყად გვებუაძეს. ყოველ დღე 6 თვის განმავლობაში სასამართლოში დაკითხვები მიმდინარეობს ადამიანების, რომლებიც მარტო იმაზე ლაპარაკობენ, გაუწითლდა თუ გაუვარდისფრა, ქალის მიერ გარტყმულ სილას. რა მასშტაბის ტკივილი შეეძლო მიეყენებინათ გებუაძისთვის და რა მასშტაბისას ვერ მიეყენებდა ქალი რამდენად სუსტია და ის როგორ ძლიერი მამაკაცია გათხოვების რო ეშინოდეს ასე რომ ეტკინა ეს ლოყა და არც ეგ არ არის პრინციპში გასაკვირი მე მგონი მართლა ეშინიათ ხო არ ვიცი მაგ თემაში ვერ გამოყვებით ეხა მაგრამ ეს ამას რომ გაკადრებენ ამას რომ ამის უფლებას რომ აძლევ ადამიანებს რომლებსაც ხმას აძლევ ამის უფლებას რომ აძლევ ამას რომ გაკადრებენ ამის მე რა თქმა უნდა მათგან არაფერს მოლოდინი არ მაქვს რომ ეს ხალხი რამეზე ან ხმას ამოიღებს ან რამეზე რეაქცია ექნება ან რამეზე ნერვი შეუტოկდება ან რამე შეაწუხებს ყველა სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს ყველა ცირკია ყველა სასამართლო პროცესი რასაც უყურებთ ცირკია სასამართლოში მიმდინარეობს ამ ახალგაზრდა ბიჭების ახალგაზრდა კაცების სასამართლო პროცესები სადაც ვერც ერთმა პოლიციელმა ამდენი თვის განმავლობაში იდენტიფიცირება ვერ გაუკეთა ვერავის. საქართველოს ჯერ კიდევ დღევანდელი პროცესებიც იყო ამის დასტური, სხვათა შორის თინა ამაში გეთანხმებით. მე ოცნების პროპაგანდიახ დაასრულეთ და ამიტომ არა მაქვს მოლოდინი შესაბამისად. ხო, ამიტომ არა მაქვს მოლოდინი რომ ისინი შეასრულებენ, იმიტომ რომ ეს ხო სინდისის პატიმრების გათავისუფლება ხო ერთ-ერთი პირობა არის სწორედ ამ ჩამონათვალში, რომელიც 31 აგვისტომდე უნდა შესრულდეს. ამიტომ არ მაქვს ამის მოლოდინი. სხვა რამის მოლოდინი მაქვს, სხვა რამის ოპტიმიზმი არ მაქვს, სამწუხაროდ აღარ მაქვს ეს ოპტიმიზმი, მაგრამ ხო ის და გულის სიღრმეში რომ მაინც რაღაც ხავს ეჭიდები, აი ამ ტიპის მოლოდინი მაქვს, რომ ბრიუსელში ეყოფათ გონიერებაც, გამბედაობაც, მოთმინებაც რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ შეჩერდეს, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად ვეღარ ვხედავ ჩემს სიცოცხლეში ყოველ შემთხვევაში ახლა 50 წელს მე რა იქნება არ ვიცი, მაგრამ
როდის შეიძლება ეს პროცესი უკან დაბრუნდეს? ვისთან ერთად დუეტში, ტრიოში, არ ვიცი, ერთობლიობაში შეიძლება ისევ დადგეს, ისევ შემოbrunდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა არის ის ბოლო შესაძლებლობა, ის ბოლო კონფიგურაცია, რომლითაც საქართველოს ევროპული ოჯახის დაბრუნების შანსი აქვს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანს უნდა დაველოდოთ, როდის გადაწყვეტს აზერბაიჯანი ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად, რა ვიცი. როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაგირება, საზოგადოების რეაგირება, ოპოზიციის რეაგირება, ამაზე მინდა პასუხი მივიღო, მაგრამ სწორედ ახლა ვკითხულობდი. თია წულუკიანმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ გამოცემას, მედიას, სადაც მას დაუსვეს კითხვა, აი პროპაგანდაზე ვსაუბრობდით მე და თქვენ ვახსენეთ და გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომ აი თუ იცის ვინ არიან, იცნობს თუ არა მათ და პასუხობს, რომ არა, რომ მულტინაციონალური კომპანიები და ოლიგარქები ცდილობენ გავლენების მოპოვებას, მაგრამ ვინ არიან აი ამ წევრები გლობალური ომის პარტიის ამ კითხვაზე ის პასუხს ვერ იძლევა ვერანაირად და პირადად არ ვიცნობ, ასეთია მისი პასუხი, როგორ არის მთავრობა ასე დარწმუნებული, რომ ეს რაღაც არსებობს, როცა არც იციან ვინ არის, მე არ შემიძლია პარლამენტის ვიცე-სპიკერის რანგში კითხვებზე პასუხის გაცემა, ასე რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული არ დავაზიანო, გჯერათ რომ არიან ძალები, მე არ მჯერა, ვიცი და ნუ მოკლედ ასეთია რაღაც შინაარსი. აი რას იტყვით ამაზე? თვითონ რისიც არ ჯერათ, ხალხს როგორ აჯერებენ ამას ყველაფერს, თუ არ ჯერათ? ხო, ეს ABC-ის ფილმზე ალბათ საუბარი ვნახე მე დღეს ეს ფილმი. მე სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ჯერ ნახვა. ხო, ეგ არის რაც არის, რაც თქვენ წაიკითხეთ, რამდენიმე ფრაზაა კიდევ დამატებით დამორჩა, სულ ეს არის სახელმწიფო ნაწილი, დანარჩენი არის დარბეული ნაცემი ნაწამები ადამიანების ინტერვიუები ამ ფილმში. არ ვიცი ხმე როგორ გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ხალხი ყლაპავს, ჭამს ყველაფერს, რასაც თავაზობენ. მე არ ვიცი რა დაემართათ ამ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ყოველ შემთხვევაში, თუ ერთ ნაწილს, თუ რა ვიცი, რაღაც ნაწილს, რომელთა რაღაც შემადგენლობას პირადადაც შეიძლება ყველანი ვიცნობდეთ თქვენც მეც ხომ, რა ვიცი, ამ ქალაქში გავიზარდეთ და ამ ქალაქში დავიბადეთ ყველანი, აქ ვსწავლობდით სკოლაში, უნივერსიტეტში და პატარა საქართველო და რაღაციდან არ ჩამოვარდნილა ეს ხალხი, მათ ჯერათ, ისინი რაღაცა საოცარ სტატუსებს წერენ პერიოდულად, დღესაც ერთ-ერთი ისეთი ადამიანის რაღაცა სრულიად გაუგონარ სტატუსს გადავაწყდი Facebook-ში, არ ვიცი. პასუხი არა მაქვს როგორ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაზეც წაღამ საუბრობდი, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა კულმინაცია სირეგვენის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ის რაც ხდება სასამართლოს ხდომათა დარბაზებში. ამაზე უფრო და რაც ხდება ივანიშვილის კარზე, ესეც მინდა იყოს რამე. ეს ყველაფერი ივანიშვილის კარზე ხდება, ეს ყველაფერი ივანიშვილის კარი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე და კარგია რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმარი ხართ თინა, იმიტომ რომ ლევან იზორიამ რომელმაც თქვა რომ მე არაფერი არ ვიცოდიო, მინისტრი იყო მაშინ, ასეთი რამ თქვა რომ ჩორჩანას და საგუშაგოს თაობაზე არაფერი არ ვიცოდი, მედიიდან გავიგეო. აი ასეთი რამ საერთოდ წარმოსადგენია, ან აი ეს შეიძლება იყოს სიმართლე. წარმოსადგენია ეკა. კი, ეს შეიძლება იყოს სიმართლე, ზუსტად იმიტომ, რომ ლევან იზორი არავინ არ იყო. ისევე როგორც არავინ არ იყო არავინ იმ მთავრობაში. და ეს არის წარმოსადგენია და ეს არის ისევე როგორც დღეს არავინ არ არის ამ მთავრობაში. და სრულიად წარმოსადგენია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს და მოქმედებები ხორციელდებოდეს ისე, რომ წარმოდგენა არ ქონდეთ ამ მთავრობის წევრებს ამის შესახებ. და ესე არ იყო კოალიციური მმართველობის დროს. იმიტომ რომ კოალიციური მმართველობის დროს არსებობდა შემაკავებელი ბერკეტები და იმიტომ არის რომ ჩვენ ყველა ერთად ის მიუხედავად ვინ რომელ პარტიას გულშემატკივრებს ამ ხარს უჭერს საუბრობდით არჩევნების წინ კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე. ლევან იზორია არავინ არ იყო, ნული იყო მისი ფასი და დიახ, რა თქმა უნდა, მათ მიერვე სუპერმინისტრად წოდებული გახარია, მას არაფერს არ შეუთანხმდება. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ის მართალია, ისევე როგორც მართალი იყო ალბათ, მაღალი ალბათობით ბატონი გენერალი ჩაჩიბაია, რომელმაც იგივე ჩვენება მისცა გუშინ, მაგრამ პრობლემა ამაში კი არ არის სინამდვილეში მათ ეს იცოდნენ თუ არ იცოდნენ. იმ მომენტში, როდესაც გახარია ამ გადაწყვეტილებას იღებდა. პრობლემა იმაშია, რომ როცა გაიგო, ხო ამბობენ რომ აი მეორე დილითო რომ გავიღუძეო ჩაჩიბაიამ ბრძანა,
ტელევიზორიდან გავიგეო ეს ამბავიო და მე რა იქო რაღაცა დავალებები გავეციო. იგივე თქვა იზორი ამას ტელევიზორიდან გავიგეო. აი როცა გაიგეს იმის მერე რა გააკეთეს და როდესაც ეს გაიგეს რომ თურმე როგორც ახლა გვეუბნებიან სამშობლოს უღალატა მათ მაშინ გასახვეთა მინისტრმა რომ თურმე ქვეყნის ტერიტორიები გასცა და გადაულოცა რუსეთს. მე ეს კაცი ჯერ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. არავის არ მოუთხოვია არც უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა, არც პარლამენტში მისულან და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოუთხოვიათ რომ გაერკვიათ ერთი ეს კაცი რასაკეთებს. არც პროკურატურას დაუწყია საქმის ძიება. კი, დარწმუნებული ვარ რომ მართალია ლევან იზორიაც და გენერალი ჩაჩიბაიაც რომ მათ არაფერს დედამიწის ზურგზე არ უთანხმებდა კი არა. საერთოდ არაფერი არ იცოდნენ იმის შესახებ თუ რა ხდებოდა მათ ქვეყანაში. ეს მათზე როგორ მეტყველებს, კაითინა, მათზე როგორ მეტყველებს ეს არ არის იმის აღიარება, ეხა ეგ იმის აღიარება არ არის, რომ მინისტრი ხარ, თავდაცვის მინისტრი და ამბობ, რომ აზრზე არ ვიყავიო, მედიიდან და რას, ეს მათზე ეხა დადებითად მეტყველებს, რა ვიცი, მე ცოტა მგონია, რომ ეგეთი რამე რომ არ მაცალეთ, იმიტომ რომ ბოდიში არც თუ არა მადლობა იმიტომ რომ არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვა მომადგა და კიდე კარგი არ მაცალეთ. ხო, ეს იმის აღიარება არის რომ ძალიან ზუსტად იმის აღიარება რასაც არის ლაპარაკი მთელი ეს პერიოდია რომ ესენი არავინ არაფერს არ წარმოადგენენ და ცარიელი ადგილები არიან. ცარიელი ადგილები არიან. გენერალი ჩაჩიბაია ჩემი მინისტრობის დროს ყველა დიდი და პატარა გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემს კაბინეტში რომ იყო ან მე რო გადავდიოდი გენშტაბში და ყველაფერს ვუთანხმებდი, ყველაფერზე ველაპარაკებოდი. ეს არის დემოკრატიული მმართველობა. და არ ჩემამდე და არ ჩემს შემდეგ მათ ესეთი მინისტრი არ ყოლიათ მას, გენერალ ჩაჩიბაიას ესეთი მინისტრი არ ყოლია ზუსტად იმიტომ რომ ნოლი იყო მათი ფასი და არაფერს არ წარმოადგენდნენ ის მინისტრები. იმათაც თავად არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და მე ამ საკუთარი უსუსურობის დემონსტრირებას თავიანთ უწყებებში თავადაც ზუსტად ისევე ანხორციელებდნენ, როგორც მათ მიმართ მათი კოლეგები ანხორციელებდნენ. დიახ, ყველა გადაწყვეტილებას ალბათ მე ხა იქ არ ყოფილვარ და 100%-ით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაღალი ალბათობით ჩემი ვარაუდით გახარია იღებდა ივანიშვილთან ერთად. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის თანხმობით და ივანიშვილის ბლესინგით, ანუ მისი ნებით. და მორჩა, არავის არაფერს არ უთანხმებდა, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგას ამის მიუხედავად. იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი როდესღაც, გენშტაბის უფროსი როდესღაც ხარ და ხვალ ნახოთ დაზვერვა რა სიტყვის ის კიდევ ყველაზე უფრო საინტერესოა. შენი პირდაპირი ვალია რომ იცოდე რა ხდება შენ ქვეყანაში და თუ იმ მომენტში არ იცი ხვალდილით რომ გაიგებ, მერე მაინც მოითხოვო პასუხისმგებლობა თუ თვლი რომ სამშობლოს ღალატთან გაქვს საქმე. მე ამას ესე არ ვთვლი. საერთოდ არ ვთვლი რომ აქ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, საერთოდ არ მიმაჩნია რომ გიორგი გახარიას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ცალკე თემაა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, საერთოდ არ მიმაჩნია რომ რამე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამ მიმართულებით ნამდვილად გეთანხმებით თვლიდნენ. ხო, ამაზე ამ საკითხზე ვლაპარაკობ, ბუნებრივია, მაგრამ თუ ისინი ასე თვლიდნენ, მაშინ რა ვიცი მე 10 წელი რამდენი ხანი გავიდა იმის მერე ძალიან ბევრი წელი ხო 10 არა მაგრამ ბევრი წელი გავიდა იმის შემდეგ და სად იყვნენ რატომ არასდროს არაფერზე ხმა არ მოუღია ტაშის გრიალით ეს კაცი შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს სიის პირველი ნომერი იყო შემდეგ არჩევნებზე და ოსანას უმღეროდნენ დილას აღამოს ამიტომ არიან სამარცხვინოები და ზუსტად ამიტომ უნდა უთხრას ქართულმა ხალხმა მათ სამუდამოდ პოლიტიკურად უარი და უნდა ჩარეცხოს ქართული პოლიტიკიდან მაგრამ დღეს გასაგებია რა ვითარებაშიც ვართ და გასაგებია რომ ივანიშვილს სრულიად ერთმნიშვნელოვნად ფოკუსირებულად ყავს გახარია ამოღებული სამიზნეთ იმიტომ რომ თulis რომ ის მან პირადად მას უღალატა მისთვის გახარია არის პირადი მტერი და ეხლა ამ ანგარიშტორებით არის დაკავებული იმის მიუხედავად რომ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს მადლობა თინა ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა მე მინდოდა კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მაგრამ სხვა დროისთვის შემოვინახავ ეს თემები მაინც აქტუალური იქნება გარკვეული დროის განმავლობაში დარწმუნებული ვარ მადლობა თქვენის დროისთვის თინა ხიდაშელი იყო ჩვენთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე